$237,300 გავამუშავებინათ ჩვენს კლიენტს 30 დღის ფარგლებში და ეხლა ჩავშალოთ რანაირად მოხდა ეს ყველაფერი. მოკლედ, ჩვენ გავუშვით სტრუქტურული რეკლამა, რასაც ყოველთვის განვიხილავთ აქ ისევ და ისევ. Total ad spend-ი გვქონდა $1,950, total reach-ი გვქონდა დაახლოებით 120,000 კაცი, total message-ები შემოგვივიდა 582 მესიჯი, საიდანაც 176 იყო კვალიფიცირებული, იმიტომ რომ კონტენტი გვქონდა სწორად გათვლილი. 91 კონტაქტი იყო books called სალაპარაკო ტელეფონზე. Final sales closed იყო 21 კლიენტი დაიხურა 30 დღის განმავლობაში და average per sale revenue იყო $11,000-12,000, რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანა return on ad spend-ი 121x. რა არის ახლა ამ რეალური კონტენტის key takeaway-ები და რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენც. რეკლამა არ იყო ზოგადი, რაც მთავარია. ეს იყო სისტემა, რომელიც მომხმარებელს ჯერ აწვდიდა საჭირო ინფორმაციას და მერე მოჰყავდა ჩვენთან ჩატში. მარტო 3.6% მოგწერა, მაგრამ ჩატიდან გადმოსვლა 12% რეალურად შეიძინა ჩვენი პროდუქცია, ან ჩვენი სერვისი და ყოველი $1 ad spend-ზე უკან გვიბრუნდებოდა $121 შემოსავალი უკან cash flow, ესე ვთქვათ, სისტემაში. ეხლა რა სტრატეგია მუშაობდა ამ რეალური შედეგის უკან, იყო ძალიან მარტივი ფანელი. იყო goal-ი, კონტენტი და კონვერსია, რასაც ძალიან მარტივი სტრუქტურა მოყვება უკან. Goal-ი არის მაგალითი ამ შემთხვევაში ამ მომხმარებლის ჩვენი კლიენტის იყო მეტი მესიჯი პირდაპირ ჩატში, ნაკლები კითხვა რამდენი ღირს, რადგან ძალიან დამღლელია ყველა დამეთანხმება და მეტი დაკონკრეტებული წინასწარ გათვითცნობიერებული მომხმარებელი, რომელიც მზად არის შენგან შეიძინოს პროდუქტი ზედმეტი, ესე ვთქვათ, გაპრობლემების გარეშე.